მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის თემა არის ვენების და სისხლძარღვების დაავადებები, კონკრეტულად ვენების, როგორც არის ვენების ვარიკოზული დაავადება. ჩვენი სტუმარი ექიმები, როგორც ყოველთვის, რთულ პროცედურებს ჩვენს ვენელს უხსნიან მარტივად, ამიტომ აუცილებლად გვიყურეთ, რადგან ეს პრობლემა შეიძლება გაწუხებდეთ როგორც თქვენ, ისევე თქვენს ახლობლებს, ვის არ უგრძნია დაღლილობა, სიმხურვალე ფეხებში, დიდხანს დგომისას, ან მოძრაობისას, ასევე ვენების ვიზუალურად გადიდებული გამცველებული ვენები კიდურებზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე და სხვა ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე სასაუბროთ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ ექიმი ფლებოლოგი უჩა დოლიძე, რომელიც ჩვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებს და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის და სასარგებლო. მოგესალმებით ბატონო უჩა, მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს ვენელს. მადლობა რომ მომიწვიეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დავიწყოთ საუბარი ჩვენთვის საინტერესო თემებზე, რას ნიშნავს ვარიკოზული დაავადება. სხვადასხვა დაავადებები არის სისხლძარღვების, რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთი არის ვარიკოზული დაავადება. ხო და აი კონკრეტულად ვარიკოზულ დაავადებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, რა დაავადებაა ეს? ვარიკოზული დაავადება სისხლძარღვთა სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ეს არის ვენების, ქვედაკიდურების ვენების ვარიკოზზე ვისაუბრეთ, თუმცა ვარიკოზული დაავადება არის სხვა ადგილებში შეიძლება შეხვდეს, მაგალითად სწორი ნაწლავის ვარიკოზი, ეს არის ბოასილი და ასე შემდეგ. ქვედაკიდურების ვარიკოზული დაავადება, ეს არის ვენების გაგანიერება, კანქვეშა ვენების გაგანიერება. ძირითად შემთხვევაში პრინციპში ძირითად არა, უმრავლეს შემთხვევაში ამ გაგანიერებულ ვენებს ფეხებზე თვითონ პაციენტი ხედავს. ვიზუალური. ხო, ეს არის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ვარიკოზული დაავადების, როცა ვიზუალურად ჩნდება ფეხზე გაგანიერებული, დაკლაკნილი, არასასიამოვნო შესახედი ვენა. გასაგებია. და რამ შეიძლება გამოიწვიოს და გარდა ვიზუალური ეფექტისა, რა სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს? ვიზუალურად დაკლაკნილი ვენა, ეს არის პირველი სიმპტომი. შესაბამისად, რაღან არის პირველი, გვექნება მეორეც, მესამეც და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში ვარიკოზული დაავადება იწვევს სხვა სიმპტომებს, ეს ყველაზე გავრცელებული შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, ქვედაკიდურებში ტკივილი, ამ გამოვერილი ვენის გაყოლებაზე და ან იმ პროექციაში, სადაც ეს ვენა ჩანს, კანზე ქავილი, წვის შეგრძნება და მერე ამას მოსდევს უკვე გართულებები. ეს უკვე ან ვიზუალური ეფექტია, შემდეგ ეს ჩივილები იქნება და შემდეგ კიდე შესაძლებელია გართულებები. ისე როგორც ყველა ქრონიკულ დაავადებას, ვარიკოზსაც, როგორც ქრონიკულ დაავადებას, აქვს თავისი გართულებები და ზუსტად ამ გართულებების გამოა ის ასე ვთქვათ, ვერაგი დაავადება და ამიტომ უნდა მივმართოთ ექიმს და უმკურნალოთ ვარიკოზს, რომ გართულებებამდე არ მივიდეთ და არა იმიტომ, რომ თქვათ ეს არასასიამოვნო შესახედავია. გასაგებია, ანუ ვარიკოზული ვენები არ არის მხოლოდ ლამაზი ტერფები, ეს არის სხვა კიდე გართულებები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს ჩვენი ცხოვრების სამედიცინო თვალსაზრისით და ექიმის გადასახედიდან, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის პაციენტს ვეუბნები, რომ მართალია ეს არ არის სასიამოვნო შესახედავი, მაგრამ თავარი აქ არის ის ჯანმრთელობა გულისხმობს ვარიკოზული ვენების მოცილებას იმისთვის, რომ ფეხმა, ქვედაკიდურმა ფუნქციონიროს ვენურმა სისტემა ადეკვატურად და არ მოგვცეს არანაირი გართულება. კარგით, გართულებებს შემდეგ კიდევ მივუბრუნდეთ ერთხელ. ახლა მინდა გთხოვოთ ცოტა ვისაუბროთ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. დიაგნოსტიკას რაც შეეხება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება საკმარისია დიაგნოზის დასასმელად, თუ რაიმე სხვა კვლევები კიდევ არის საჭირო? იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სიმპტომი არის ეს ვენა, ხო, ვარიკოზულად გაგანიერებული, რომელსაც ალბათ სამედიცინო განათლებაც არ ჭირდება იმისთვის, რომ მიხვდერო პაციენტს. უმრავლეს შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მიხვდერო პაციენტს ვარიკოზული დაავადება აქვს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ვიზუალური დათვალიერება და ექიმთან უბრალოდ ვიზიტი და ფეხების ჩვენება საკმარისი არ არის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, სადაც მტკიცებულებითი მედიცინა, ანუ მედიცინა, რომელიც რაღაცას ამტკიცებს, ესაა მნიშვნელოვანი და მტკიცებულებითი მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კვლევები, ხო, ის ინსტრუმენტალური კვლევები, რომლებიც ამ დიაგნოზს, ექიმის ნაფიქრალ დიაგნოზს ამყარებენ.
ესეთი ერთ-ერთი კვლევა და ალბათ ერთადერთი ოქროს სტანდარტი დღეს ქვედაკიდურების ვენების კვლევებთან მიმართებაში არის დუპლექს სკანირება. ხალხი ზოგადად და ხშირად ექიმებიც ამას ეძახიან დოპლერს. თუმცა დუპლექს სკანირება მოიცავს თავის თავში როგორც დოპლეროგრაფიას, ასევე ვიზუალურ შეფასებასაც და რეალურად სისხლის მოძრაობას ჩვენ ხედავთ ფერშიც შეგვიძლია დავინახოთ და რეალურად ვაკეთებთ ტრიპლექს, ანუ სამმაგ კვლევას. და ეს კვლევა იძლევა შესაძლებლობას დავსვათ სწორი დიაგნოზი. სწორ დიაგნოზის დასმას მოსდევს სწორი კურნალობის ტაქტიკის არჩევა. შესაბამისად, სწორი დიაგნოზი, სწორი კურნალობის არჩეული ტაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ კარგი შედეგი. კურნალობის კარგი შედეგი. კი ბატონო, თუ სწორად გავიგე, ან საჭიროა გამყარება ინსტრუმენტული კვლევების დიაგნოზის, გარდა ვიზუალურისა ინსტრუმენტული კვლევებით უნდა დამტკიცდეს ეს დიაგნოზი და შემდეგ უკვე დაიგეგმება ეფექტური მკურნალობის მეთოდი. ჩემ მოდი შეგაწყვეტე, ჩემ პაციენტების 100%-ს უკეთებ მე დუპლექს სკანირებას, ანუ 100%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეიძლება ჩივილი არ იყოს ვარიკოზულ დაავადების მსგავსი ჩივილები, სხვა სახის ჩივილები ქონდეს პაციენტს, არ ჩანდეს ფეხზე ვარიკოზული ვენა, მაგრამ დუპლექს სკანირება გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით უპასუხოთ ყველა იმ შეკითხვაზე, რაც პაციენტს აქვს. გასაგებია. სხვა, ხშირად მოდის ხოლმე პაციენტი მაგალითად კოაგულოგრამით ხელში. მე მაგალითად პაციენტებს ურჩევდი თქვენი საშუალებით და ამეთერის საშუალებით, სანამ ექიმთან არ მიხვალთ, ნუ ჩააბარებთ ანალიზებს. შეიძლება ლაბორატორიის მესვეურებს ეს არ მოეწონათ ეს ჩემი ფრაზა, მაგრამ ჯობია ანალიზები ჩავაბაროთ ის და გავიკეთოთ ის კვლევები, რასაც ექიმი გიჩვენებს. რასაც დანიშნა აბსოლუტურად გეთანხმებით ჩემ მოსაზრებას ზუსტად ესეთია, რომ ნებისმიერი კვლევა როგორც ლაბორატორიული ისე ინსტრუმენტული უნდა გაკეთდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად და არა პირადი ინიციატივით გეთანხმებით აბსოლუტურად, თუმცა რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს მაინც აბარეს და ჩააბარეს. კი, რა თქმა უნდა, თქვენ მცირედ შეეხეთ და მინდა რომ ჩვენი მსმენელისთვის ცოტა კიდევ მეტად განვმარტოთ დოპლერს და დუპლექს სკანირებას შორის განსხვავება. ხო, დოპლეროგრაფია. თქვით მცირედ, მაგრამ ან კონკრეტულად ეს საკითხი რო გამიჩნდა. დოპლეროგრაფია რო წარმოვიდგინოთ, ეს არის მეთოდი, როდესაც ჩვენ გადამწოდით შეგვიძლია ვიპოვოთ სისხლძარღვი და სისხლძარღვში მოძრავი სისხლის მიღებული ენერგია გადავსახოთ ხმაში და შესაბამისად ვიპოვოთ ხმა. ანუ პულსი, მაგალითად არტერიაზე დავიჭერთ პულსი და ეს დოპლეროგრაფიის აპარატი გვაძლევს ამ ხმას. რაც შეეხება დუპლექს სკანირებას, ეს არის ეკოსკოპია, აი მუცელზე ბევრს გაუკეთებია, როცა ჩვენ მარტო კი არ უსმენთ, არამედ ეკრანზე უყურებთ და ხედავთ კიდეც ქსოვილებს. კანქვეშა ქსოვილს სისხლძარღვს ხედავთ, რა ზომის არის, სისხლი როგორ მოძრაობს, შეგვიძლია შევამოწმოთ, ჩავთოთ ფერი და მოძრაობა გავაფერადოთ, ანუ ერთი მიმართულებით, სწორი მიმართულებით მოძრაობა ერთი ფერისაა, არასწორი მიმართულებით მოძრაობა სხვა ფერისაა და ამით ვადგენთ ზუსტად ჩვენ სისხლი როგორ მოძრაობს და გამოდის სამი მეთოდი. ანუ მოსმენად შეგვიძლია. თვალით შეხედვა და შეფერილობითაც გამოდის ტრიპლექსი. აპარატი რა თქმა უნდა ტრიპლექსის და დუპლექსის ერთი და იგივე ვიზუალი აქვს, დოპლერის აპარატი არის პატარა პორტატული ჯიბის მიკროფონი, რომელთაც ხდება. მე შთაბეჭდილება დამჩა რომ დუპლექს სკანირება ბევრად უფრო ინფორმატიული და ეფექტურია ამ შემთხვევაში. მხოლოდ დოპლერის გაკეთებას პირდაპირ გეყრით არანაირი აზრი არ აქვს. უნდა გაკეთდეს დუპლექს სკანირება. გასაგებია. კი ბატონო, განვაგრძოთ, დავსვით დიაგნოზი, მოვიდა პაციენტი, გავაკეთეთ კვლევები, გავამყარეთ კვლევებით ეს ჩვენი ვიზუალური, ესე თქვა, დათვალიერების შედეგი და შემდეგ როგორია მიცი მკურნალობის მეთოდები, გადავიდეთ მკურნალობაზე. ხო, ეხლა ვარიკოზული დაავადება არის ქირურგიული დაავადება. რას ნიშნავს ეს? აი, ხშირად ჩემი პაციენტებისთვის ვადარებ პრობლემას თიაქარს. ხო, თიაქარი ბევრმა იცის და ალბათ უმრავლესობა მიცის, რომ თუ ქირურგმა ეს დეფექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს სადღაც ნაწლავი გამოდის, თუ არ აღდგამდეს დეფექტი, არ გაიკერა ან რაღაცით არ გამაგრდა ეს ადგილი, თიაქრის აღმოფხვრა შეუძლებელია. ანუ დაავადება არის ქირურგიული. მედიკამენტოზურად, ტაბლეტებით არ იკურნავთ. ანუ თერაპიულად ვერ გამკურნავთ.
შესაბამისად ვარიკოზის ქირურგიული დაავადება. გვაქვს ვარიკოზი, ის ვენა უნდა მოცილდეს ვენურ სისტემას. შეგვიძლია ჩვენ ახლა ყველა პაციენტი არ არის მზად, როგორც კი ვიზიტს გააკეთებს ექიმთან და გაიგებს რომ ვარიკოზი აქვს, ეგრევე და გაიკეთოს რაღაცა манипуляცია, ხო, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა და მიკროქირურგიული თუ ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არ არის მზად აქტიური რადიკალური ჩარევისთვის, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მეთოდი კონსერვატორული მკურნალობის, როცა შეგვიძლია პაციენტს მოვაცილოთ სიმპტომატიკა, მოვაცილოთ ის ჩივილები, რაც აქვს და ცოტა ხნით გადავდოთ ჩარევა. ოპერაცია. ხო, დიდი ჯგუფი არის მედიკამენტოზების, რომელსაც ღებულობენ პაციენტები თვითნებურათაც ხშირ შემთხვევაში. სამწუხაროდ ექიმის დანიშნულებითაც, თუმცა სიმპტომური მკურნალობა, ნახეთ, რას ნიშნავს? ხო, ნუ შედეგზე ორიენტირებული არ არის. იმ წუთას სიმპტომებს მოაცილებს, მაგრამ პრობლემა რჩება. პრობლემა რჩება, დაავადება რჩება, რომელიც მოსაგვარებელი პროგრესირებს. ამიტომ მე ჩემ პაციენტებს არ ურჩევ ხოლმე თვითნებურად რაღაცის დანიშნვას და მიღებას. ყველაზე ეფექტური სხვათა შორის კონსერვატორული მკურნალობიდან, არა ქირურგიული მკურნალობიდან არის კომპრესიული წინდები. აი სპეციალური ანტივარიკოზული წინდები, რომლის ჩაცმა და ტარება აუცილებელია ვარიკოზული დაავადების შემთხვევაში. თუ პაციენტი არ იკეთებს ოპერაციას და ეს წინდები გვაძლევს საშუალებას, რომ არა მარტო სიმპტომები გავაქროთ, არამედ ვარიკოზისგან გამოწვეული გართულებების შევამციროთ საგრძნობლად. გასაგებია. ამიტომ ეს კომპრესიული თერაპია თუმცა პანაცეა არც ეს არ არის და მაინც ყველა ვარიანტი იქნება ოპერაცია ჩასატარებელი. აუცილებლად იქნება გასაკეთებელი თუ მორალურად პაციენტი მოემზადება ამისთვის. თუმცა არაფერი მორალური მოსამზადებელი აქ არ არის. დღევანდელი მკურნალობა ვარიკოზის ძალიან მარტივია, უმტკივნეულო და სტომატოლოგთან ვიზიტზე უფრო მარტივი გახდა ვარიკოზის მკურნალობა. კი ბატონო, მე ვიცი რომ თქვენ წარმატებით ახორციელებთ ვენის ინტრავასკულურ ლაზერულ აბლაციას. ეს ახალი მეთოდია და მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რა განსხვავებაა ტრადიციულ და ამ მკურნალობის მეთოდს შორის და რატომ ითვლება რევოლუციურად ეს მეთოდი, ანუ რა დადებითი მხარეების გამო. ოღონდ ორი სიტყვით არ გამოვა. ბევრი სიტყვით მე ხო. ხო, ნუ ახლა ენდოვენური ლაზერული აბლაცია ახალი მეთოდი ალბათ უკვე აღარ არის 90-იან წლებშია მოგონილი, თუმცა რა თქმა უნდა ტრადიციულ ქირურგიას თუ შევადარებთ ახალია. ისევ გვიტყვი იმ ფრაზას, რომ ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ, საუკუნესაც არის ტექნოლოგიები და ადამიანის შრომის უნარიანობა, მისი თქვათ, კარგად ყოფნა ჩარევის შემდეგ და სწრაფი სოციალიზაცია, უკან დაბრუნება, ხო, ჩვეულებრივი რეაბილიტაციის პერიოდის რიტმში ხო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს ზუსტად ამის საშუალებას. ლაზერით ვარიკოზის მკურნალობა მოიცავს რადიკალურად ვარიკოზის მოცილებას. ეს არ არის რაღაც თქვათ ისეთი მეთოდი, რომელიც მხოლოდ რაღაც გარკვეულ სიდიდის ვარიკოზზე გამოიყენება. ნებისმიერი ვარიკოზული დაავადება კეთდება მიკროქირურგიულად, ანუ ენდოვენური ლაზერული აბლაციის საშუალებით. ტრადიციული ღია წესისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს განაკვეთები. ძალიან კარგი. არ გვაქვს ნარკოზი. ანუ კეთდება ლაზერი ადგილობრივი გაუტკივარებით. ჩვენ ლაზერს ვაკეთებთ ეხოსკოპიის, ანუ დუპლექს სკანირების კონტროლის ქვეშ. ვიზუალურად ვხედავთ ყველა წამს და წუთს, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. განაკვეთების არარსებობა, ნარკოზის არარსებობა გვაძლევს საშუალებას პაციენტი დავაყენოთ ოპერაციის მერე ფეხზე და გაუშვათ სახლში თავისუფლ ფეხით. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ანუ მას აქვს საშუალება, რომ არ გაიაროს თქვათ ის დიდი რეაბილიტაციური პერიოდი, რომელიც ღია წესს ახასიათებს. და ნუ რა თქმა უნდა ნარკოზსაც თავისი ტრავმა აქვს, რასაც რეაბილიტაცია ჭირდება კიდე. და თავისთავად ცხადია საკმაოდ. რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდში განაკვეთების არარსებობა ლაზერის შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას არ გქონდეს ის გართულებები, რაც შეიძლება განაკვეთს მოყვეს. რა ვიცი მე მგონი საკმარისია იმისთვის, რომ
ვთქვათ, რომ ლაზერი ჯობია. კი, რა თქმა უნდა, ყველაფრით. კი. იმიტომაც ითვლება რევოლუციურ მეთოდად ფლებოლოგიაში, რომ არანაირი რეაბილიტაციის პერიოდი ისეთი არ აქვს პაციენტისთვის ნაკლებად ტრამულია ორგანიზმისთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნარკოზი არ კეთდება, განაკვეთი არ კეთდება, მალე უბრუნდება ჩვეული ცხოვრების წესს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ან შეგვიძლია ჩვენი მსმენელისთვის, ვისაც შესაძლოა მომავალში დაჭირდეს ეს ოპერაცია, მოუყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ანუ თვითონ ტექნიკა როგორ ხდება ეს, რომ უფრო ნათლად აღქმადი იყოს მათთვის. ხო, მოკლედ აბლაცია კეთდება ეხოსკოპის კონტროლის ქვეშ. პაციენტი როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევზე წერს. ფეხი მუშავდება ჩვეულებრივ ანტისეპტიკური საშუალებებით და ეხოსკოპის კონტროლით ჩვენ ეკრანზე ვხედავთ იმ ვარიკოზულ ვენას, რომელიც დასახური გვაქვს. პირველი ჩხვლეტით ჩვენ შევდივართ ვენაში, დაახლოებით აი როგორც სისხლის ანალიზი ავიღოთ, ისეთივე მსგავსი ჩხვლეტა, არაფერი განსაკუთრებული. და სისხლის სანათურში, ანუ ვენის სანათურში ვდგავთ ამ ნემსის გავლით ლაზერულ ბოჭკოს, რომელიც დახურავს, აღადგენს ამ კედელს, ანუ ვარიკოზს. არ აღადგენს. ჩდება შუაში თუ ჩავსვათ ვენაში, მივდივართ იქამდე, საიდანაც ეს ვარიკოზული ვენა იწყება, ანუ მთელ სიგრძეზე ჩავდგავთ. ამას მოყვება უკვე ანესთეზიის ეტაპი. ანუ ადგილობრივი გავუდგივარებით მთელ სიგრძეზე ვენას თავის ბოჭკოთი შიგნით გავაყუჩებთ და მე შიგნიდან ეს ლაზერი ირთვება და უკუსლით გამოვდივართ და ყველა მილიმეტრ ვენას ვადუღებთ ლაზერით. ნახეთ რა ხდება? ხდება შიგნიდან ამ ვენის შედუღება. ეს ვენა გადაგვარდება, ფიბროზულად გადაგვარდება, აი როგორც ნაწიბური წარმოიქმნება განაკვეთის შემდეგ, მსგავსი რაღაცა. რა თქმა უნდა, ეს კანზე არ ჩანს, პაციენტი ამას ვერ გრძნობს, დახურული ვენა გაიწოვს და გაქრება, თითქოს ის არასდროს არ ყოფილა საერთოდ და ამას დაახლოებით 5-6 თვე ჭირდება, მაგრამ ამ 5-6 თვის განმავლობაში პაციენტი შიგნით რა ხდება, ვერ გრძნობს. და ეს არის და ეს. გასაგებია. ყველა შემთხვევაში შესაძლებელია გაკეთდეს, ანუ უკუჩვენება თუ არის რომელიმე შემთხვევაში, რომ აი თქვათ რაღაც ტიპის პაციენტებში შეუძლებელია მსგავსი მეთოდით. უკუჩვენებას წარმოადგენს ჩემთვის 18 წლამდე ასაკის პაციენტები, იმიტომ რომ მე არა ვარ პედიატრი, შესაბამისად ზრდასრული პაციენტებში შესაძლებელია გაკეთდეს ნებისმიერ ასაკში. ერთადერთი თხოვნა კი რომ ასე ვთქვათ, მოთხოვნა ამ პროცედურისთვის არის ის, რომ პაციენტი უნდა იყოს იმდენად ჯანმრთელი, რომ თავისით გადაადგილდებოდეს. ანუ სხვა ქრონიკული დაავადებები, რომელიც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს, თუ ის მართვადია ეს ქრონიკული დაავადებები და არა გვაქვს მწვავე პერიოდი, არ გვიშლის ხელს ჩატარება ამის ჩატარება. მსგავსი მანიპულაცია რისკს არ უქმნის. არავითარ რისკს არ ქმნის, იმიტომ რომ არ არის ტრაუმატული და ის რისკები რაც გვაქვს, თქვათ ჩვენ სხვა ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, იქ არის მედიკამენტოზური მხარდაჭერა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებთ და პაციენტი ჩვეულებრივ პრობლემად მიდის სახლში ისევ პროცედურის მერე, როგორც ვთქვათ, სულიად ახალგაზრდა ჯანმრთელი პაციენტი. გასაგებია. ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო პასუხი იყო, დიდი მადლობა. აქვე მინდა გკითხოთ ეფექტურობა. ეფექტურობა და შედეგები, რამდენად ეფექტურია გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცედურა და არის თუ არა განმეორების შანსია ეს? ხო, ეფექტურობით ეს პროცედურა პირდაპირ გეტყვით ეფექტურია, რაც შეეხება აი პროცენტებით უფრო კარგად ჩანს ხოლმე. ესე იგი, განმეორებას, ნებისმიერ ქრონიკული დაავადების განმეორებას ქვია რეციდივი. რეციდივი ენდოვენური ლაზერული აბლაციის შემდეგ ვარიკოზის შემთხვევაში მსოფლიო ლიტერატურით არის 1-დან 2-3%. ანუ ეს ძალიან დაბალი. ხო, ნახეთ, ჩემი პირადი სტატისტიკით 2% რეციდივი მაქვს მე, თუმცა ეს სტატისტიკა ვერ იქნება სრულფასოვანი, იმიტომ რომ ყველა პაციენტი, ვისაც ოპერაციას უკეთებ, ყველა 100% არ მოდის კონტროლზე. რაღაც პაციენტები იკარგებიან, ხო? ის პაციენტების რაოდენობა, რაც კონტროლზე მოდის და მე ვიბარებ 1 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ კონტროლზე ყველა ჩემ პაციენტს და ოპერაციას, აქ 2% გვაქვს რეციდივი.
რეციდივი 2% არის ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. ღია წესის შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით არის 15-დან 60%-მდე რეციდივი. ხო. 15-ს რო ავიღოთ. თანბეჭდავი განსხვავება ციფრებში. ხო და ამის მიზეზები რა თქმა უნდა არის ქირურგიული და სამედიცინო მიზეზები, ამაზე ლაპარაკი ალბათ საზოგადოების არ იქნება საინტერესო უფრო ექიმებისთვის არის ეს მიზეზები საინტერესო. გასაგებია, ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ საშიშ გართულებებზე და ახლა მინდა რომ მივუბრუნდეთ, არის ესეთი მითი გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში, რომ მხოლოდ ესთეტიური მიზნებისთვის კეთდება ვარიკოზული ვენების ოპერაცია, ანუ ეს რა აბლაცია და მინდა უთხრათ იმ საშიშ გართულებების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებამ უმკურნალობის შემთხვევაში ან არასწორი უმკურნალობის შემთხვევაში. ხო, ну, პაციენტების შეშინება არ მიყვარს ხოლმე. არა, შეშინება უთხრათ ჩვენ ინფორმაცია მივაწერთ. ხო და რაც შეეხება ვარიკოზს, იმ ეტაპზე, როცა პაციენტი მომართავს მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტის ჩივილით, ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ვაკეთებთ ჩვენ ვაცილებთ ვარიკოზულ დაავადებას ვაკმაყოფილებთ პაციენტის ესთეტიურ ჩივილს თუმცა პრევენციულად ანუ პროფილაქტიკისას ვაკეთებთ ჩვენ გართულებებს მაგრამ ბევრი პაციენტი გართულებულ ეტაპზე მოდის ძალიან ხშირია ყველაზე ხშირი გართულება სტატისტიკურად არის ვარიკოთრომბოფლებიტი თრომბოფლებიტი გაგიგიათ და ალბათ ყველას გაუგია ხო ეს არის ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენაში რომელშიც სისხლი არ მოძრაობს და შეგუბებულია თრომბად მისი გადაქცევა. ნუ შესაბამისად ძალიან საშიშ გართულებები. ხო, ნუ ახლა თრომბი როცა ჩნდება ვარიკოზულ ვენაში ის შეიძლება გავრცელდეს ღრმავენურ სისტემაზე, ღრმავენური სისტემის თრომბოზი ფატალური დაავადება, იმიტომ რომ პაციენტი მისი განკურნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ის განიკურნება, მაგრამ რჩება ინვალიდი. ანუ სრულფასოვანი ხარისხი ჯანმრთელობის და ცხოვრების აღარ დაბრუნდება. ნუ ხა ძალიან შორს თუ გავიხედავთ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ თრომბის მიგრაცია, თქვათ, უფრო ზევით და სხვა გართულებების გაჩენა. რაც შეეხება სხვა გართულებებს, ერთი ეტაპია კიდე ვარიკოზული შეგუბების შედეგად სისხლის მიმოქცევის დარღვევის ფონზე კანის კვების დარღვევა, ქვედა კიდურზე კანის კვების დარღვევა, ტროფიკული დაზიანებები, რომელშიც შედის ვარიკოზული ეგზემა. გამონაყარი კანზე, ქავილით, სიწითლით, გამონადენით, ხო, მცირედი ნახეთქებით კანზე არის ლიპოდერმატოსკლეროზი, ეს არის როცა ყავისფერი ფერის ლაქები ჩდება კანზე და კანქვეშაცხივანი ქსოვილი იჭმუხნება, თითქოს ესეთი ჩაღრმავებები ხდება ფეხზე და ნუ საბოლოო ჯამში ისაც თქვენ თქვით ტროფიკული წყლულები. ასევე ვარიკოზულ დაავადებას ახასიათებს ისეთი გართულება, რომელიც ფლებოლოგამდე გეგმიურად მომუშავება, ყოველდღე გეგმიურად მომუშავება ფლებოლოგამდე, იშვიათად მოდის უფრო ესეთი პაციენტები გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას მიმართავენ, ეს არის სისხლდენა ვარიკოზული ვენიდან. ხო, დაზიანების შემთხვევაში, ან მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, ანაც სპონტანურად თავისით ხდება კანის გათხელება იმ ადგილას, სადაც ვარიკოზული ვენა ქრონიკულად აწვება კანს და ხდება ესეთი მასიური ფანტანისებური სისხლდენა, რომელიც არ არის სასიკვდილო, მაგრამ საშიში ფაქტია. ცხადია ხა ვენიდან. ხო, ნუ ძალიან მარტივად ჩერდება, პაციენტს თავისივე შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ საკმაოდ ესეთი ცუდი არასასიამოვნო გართულებაა. ხო, მოკლედ ხო, ნუ საკმაოდ სერიოზული გართულებები შეიძლება მოყვეს. და ამისგან თავის თავიდან დაცილების მიზნით უნდა მომართოს პაციენტმა პირველ რიგში მოხდეს მიმართვა. თუმცა ნუ რა თქმა უნდა კი ბატონო. რა თქმა უნდა ზოგიერთი აგვიანებს. თუმცა ნებისმიერ ეტაპზე გართულებული ვარიკოზიც კი რაღაც კონსერვატორული მკურნალობის შემდეგ უკვე ექვემდებარება ქირურგიულ ჩარევას, იგივე ლაზერულ აბლაციას და შეგვიძლია ნებისმიერ ეტაპზე ის მოვაცილოთ პაციენტს და გავაჩეროთ გართულებების შემდგომი განვითარება. გასაგებია, ზოგადად როგორც ყველა სამედიცინო პათოლოგია, გართულების შემთხვევაში უფრო მეტი დაგვიანების შემთხვევაში უფრო მეტი რისკია გართულების და შესაბამისად სრულფასოვანი აღდგენის ცხოვრების ხარისხის ნაკლებად ხდება, ამიტომ ჯობს რომ დროულად მივმართოთ ექიმს, მით უმეტეს რომ ვიზუალურად შესამჩნევია ვენები და ამ შემთხვევაში ხო
ფარულად არ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, რომ გამოგვრჩეს. მინდა გკითხოთ, რამდენად შესაძლებელია პრევენცია ვარიკოზული დაავადების ჩამოყალიბებისთვის? არის შესაძლებელი და კიდევ აქვე დავამატებ, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც დიდხანს დგას სამსახურში? ხო, აი პრევენციაზე რაც ვლაპარაკობთ და პროფილაქტიკაზე, უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა მიზეზები, ვარიკოზის განვითარების მიზეზები. ვარიკოზი არის თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ვარიკოზი, ეს არის სარქლოვანი აპარატის კანქვეშა ვენების კედლის სისუსტის გამო განვითარებული პრობლემა და თუ გენეტიკურად განპირობებულია კანქვეშა ვენური სისტემის პრობლემა, რომელსაც მერე დროთა განმავლობაში მოყვება ვარიკოზი, ამის პრევენცია, არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთოთ, ფაქტიურად შეუძლებელი. რაც შეეხება შეძენილი ვარიკოზი ქალებში ხდება ორსულობის და ორსულობის ფონზე, ცხათვიანი ორსულობა ჰორმონული ცვლილებების ფონზე იწვევს იმ ცვლილებებს კანქვეშა ვენებში, რომელსაც მერე ვარიკოზი მოყვება და აქაც პროფილაქტიკა ძალიან მიჭირს მოვიფიქრო რა შეიძლება იყოს. პოსტტრაუმული ვარიკოზი შეიძლება შეგვხვდეს, ჩვენ როდესაც ტრავმას ღებულობს ადამიანი და ამას მოყვება კანქვეშა ვენების დაზიანება. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გეუბნებით პროფილაქტიკას. ხო. რაც შეეხება რა რჩევა მივცეთ პაციენტებს, რომლებიცაც უწევთ დიდხანს ჯდომა ან დიდხანს დგომა. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ვენური სისხლის შეგუბებას, ვენური სისხლის მოძრაობის შეფერხებას. თუმცა მე თუ მკითხავთ ვარიკოზულ დაავადებას, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ ვზივართ მთელი დღე და ესეც სამსახური გვაქვს, ალბათ ეს არ გამოიწვევს. მაგრამ ვენურ უკმარისობას იმის გამო რომ პაციენტი რა ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, გამოიწვევს შეშუპებების სახით, სიმძიმის, ტკივილის სახით ფეხებში. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად მოქმედებს პაციენტის გააქტიურება. ანუ ურჩევთ, მიწევს მთელი დღე ჯდომა. საათში ერთხელ ავდგეთ, გამოვიაროთ. მაგიდის ქვეშ შეგვიძლია ტერფის ვარჯიშები გავაკეთოთ, რაც კანჭის კუნთს გააქტიურებს და ვენურ სისხლის მიმოქცევას გააქტიურებს, შესაბამისად იმ შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას საღამოს ნაკლებად ვიგრძნობთ ან არ ვიგრძნობთ. თუ ესეც არ გშველის, მაშინ არსებობს კომპრესიული თერაპია, თქვი უკვე, ხო? წინდები, პროფილაქტიკური არის სამკურნალო წინდები. არის პროფილაქტიკური. რომელიც მოჭერის ხარისხი ცოტა ნაკლებია ვიდრე სამკურნალო. თუმცა თუ ჩვენ სამკურნალოსაც ჩავიცმეთ მაგმიზნით, არც არაფერი არ დაშავდება. და თუ პაციენტს აქვს საშუალება, რომ ეს წინდები ეცვას, რატო ამბობ საშუალებას, იმიტომ რომ ზოგს არ მოწონს ზედმეტი ტანსაცმელი ფერზე, მაგრამ თუ ატარებს, აუცილებლად გვექნება შედეგი და აი амას ურჩევდი ზუსტად. ანუ მეტ გააქტიურებას შეძლებს და გვარად, თუ არა და კომპრესიულ წინდებს. დიდი მადლობა. ძალიან კარგი პასუხი იყო. მინდა მევუბრუნდე პროცედურას, აბლაციისას და პაციენტის გამოცდილების შესახებ მინდა ვისაუბროთ. თქვენ თქვით, რომ ჰოსპიტალიზაცია არ ხდება, იმავე დღეს უშვებთ პაციენტს. უშუალოდ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია კეთდება, მაგრამ ტკივნეულობა არის თუ მინიმალურ დონეზე თუ საერთოდ არ არის პაციენტი რას გრძნობს ამ დროს? გაშვებასაც შეეხება პაციენტი ტოვებს კლინიკას მაშინვე როგორც კი პროცედურა დამთავრდა. ანუ რაც დრო ჭირდება რომ ტანზე ჩაიცვას და მე 1 საათიან გასეირნებას ურჩევთ ხოლმე ფეხით უნდა იაროს. ანუ პაციენტი მაქსიმალურად აქტიურია მაშინვე. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, გაუტყივარებისთვის ჩვენ გვჭირდება პატარა ჭყვეტები, რომელიც ეს ჭყვეტები ხო, აი რომელიც კეთდება, იცით როგორ აი ალერგოტესტი ბევრს გაუკეთებია ალბათ და კანქვეშ შეყავთ ხოლმე პატარა ჭყვეტით ესე პაპულას აკეთებენ ხოლმე კანზე და ახლობით მსგავს ჭყვეტას ვაკეთებ მე იმისთვის რომ გავაყუჩო ის ადგილი სადაც მერე უკვე უნდა გაკეთდეს ცოტა მეტი ანესთეზია და ეს არის პატარა ჭყვეტის დონეზე აქვს დისკომფორტი პაციენტს მეტი ტკივნეულობა არ აქვს თვითონ პროცესი უმტკივნეულოა იმიტომ რომ გავაყუჩო რამდენი ხანი გრძელდება დაახლოებით გააჩნია ხო ვარიკოზის სიდიდეს თვითონ ამ ვენის სიგრძეს ასე ვთქვათ 15-20 წუთიდან 40 წუთამდე საშუალოდ 9 საათი 40 წუთი
9 საათი 40 წუთი. კი ბეტონო, გასაგებია. მინდა კიდევ შევეხოთ ისეთ ვიზუალურ დეფექტს, როგორიც არის წვრილი კაპილარები. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული მკურნალობის მეთოდი, როგორია, რამდენად ეფექტურია და ასე შემდეგ. ხო, აი, ვარიკოზული ვენები შევთანხმდით, რომ კარგად ჩანს. ასევე карგად შეიძლება განსაკუთრებით ქალბატონები ამშვენებენ თავიანთ ფეხებზე, ეს ობობის ქსელის მაგვარ, მოწითალო, ისფერმო, ლურჯო კაპილარებს, ზოგი მართლაც წვრილია და ზოგი არც ისე წვრილი, ხო? და ვარიკოსთან ერთადაც შეიძლება ესენი იყოს ფეხზე და დამოუკიდებლადაც შეიძლება იყოს. ზოგადად ეს არის ესთეტიური ვარიკოზი. ანუ დაავადებას ეს არ წარმოადგენს. ეს არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი და დეფექტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტულად პატრონს არ მოწონს ესენი, თორე ისე ზოგი არც აქცევს ამას ყურადღებას. რა თქმა უნდა, შესაბამისად რახან ეს დაავადება რა, ჩვენც მიდგომა ისე გვაქვს, რომ კი არაფერს ვკურნალობთ. არამედ ვატარებთ პროცედურებს, რომელიც კოსმეტიკურად გამოასწორებს ამ ვიზუალს, ხო? სკლეროთერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელსაც ანგიოლოგების, სიზავთა ქირურგების, ფლებოლოგების უმრავლესობა იყენებს თავის პრაქტიკაში. და ამ შემთხვევაში ისევ ჩხლეტით სხვანაირად რა ვქნათ არ გამოდის. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. შევყავს წამალი პრეპარატი ამ კაპილარებში და ამ ზემოქმედებით უკვე კაპილარი იხურება და შემდეგ უკვე ნელ-ნელა გაწოვა ხდება და გაქრება. ნუ იმ ადგილას ისევ რეციდივი შესაძლებელია მოხდეს. კაპილარებს აჩეეხებათ, აქ ასე ვთქვათ, ახალი ელემენტების გაჩენა უფრო ხშირია, ვიდრე ვარიკოზის შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფიზიოლოგიის ცხოვრების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ეტაპი, როგორც აი ვთქვათ, რა შევადოთ, თმა როგორც იზრდება მაგალითად და როგორც არ უნდა გვებრძოლოთ, მაინც იზრდება, ისე ეს კაპილარებით შესაძლებელია, რომ გაჩნდეს ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ სკლეროთერაპია იმდენად მარტივი პროცედურაა პაციენტისთვის, არ ღირს ძალიან ძვირი. შეიძლება პერიოდულად ამის გაკეთება და ესეთი ხო, ნუ ვიზუალური დეფექტი არ მოიფხრება, ვიზუალურად კარგად არის ყველაფერი და ჯანმრთელობის ხრივ გართულებას არ უნდა ველოდოთ აქედან ასე რომ ჯანმრთელობის ხრივ ახლა თუ სპეციალისტი ფლობს ამ მეთოდს შესაბამისად ნუ ეგ რაღაც ნიუანსები შეიძლება იყოს უფრო ესთეტიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ახლა კოსმეტიკური თვალსაზრისით მომართავს პაციენტი, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს და ნუ ეს გართულებად არ ითვლება, უფრო რაღაც ესთეტიური მომენტებია, თუ ექიმი ფლობს მეთოდს, მაშინ გართულებების მიღება ძალიან რთულია. და მთავარი და მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის გასაგები არის, რომ ეს ობობის ქსელები ფეხზე არ არის არაფრის საწინდარი. ვარიკოზად ის არ გადაიქმნება და დაავადებაში არ გადავა. ხო, ეს ვიგულისხმე, რომ გართულებებს არ უნდა ველოდოთ. კი ბატონო, თქვენ დიდი ხანია მიმართულებით ძალიან წარმატებით მოღვაწეობთ და ალბათ ბევრი სტიგმა და გაუგებრობა შეგხვედრიათ, ანუ პოპულაციაში არის რაღაც საკითხები სტიგმა ამ სხვადასხვა პათოლოგიებთან დაკავშირებით, აი უშუალოდ ფლებოლოგიასთან დაკავშირებით გაგიგიათ რამე, ანუ ესეთი მითები რაღაც კი როგორ არა ბევრი პაციენტი ამბობს როცა გებულობს რომ თქვათ აი ვარიკოზი სამკურნალოა და გვაქვს გასაკეთებელი რაღაცა манипуляция, სიტყვა ოპერაციის ბევრს ეშინია, манипуляция, და თუ არის წინააღმდეგობა შინაგანი, აი ბებია ჩემი 90 წლის იყო, ფეხები ქონდა სულ ვენებში და არაფერი არ დამართნია და მე რატო დამემართება. ხო, ნუ ეხა გართულება ვარიკოზისგან შეიძლება ვიღაცას მართლა არ დაემართოს 100 წელიც იცხოვროს, მაგრამ ეს გართულებები არსებობს და შესაბამისად უმრავლესობა ვერ გაექცევა ამას, ხო და აი ესეთი დამოკიდებულება არის ხოლმე. ასევე ღია წესით გაკეთებული ოპერაციების შემთხვევაში, როცა პაციენტებს ყავს ნაცნობები, ახლობლები, ვინც ადრე გაიკეთა, თქვით რომ პროცენტი ვარიკოზული ვენის დაბრუნების, ხო, დიდია. ხო და იმათ აქვთ ხოლმე ეგეთი სკეპტიკური შეხედულება, რომ ეხლა ავენას მოვიცილებ და სხვა გამოვა. ხო, ესეც საკმაოდ გავრცელებული საიცით რა. მე ჩემ პაციენტებს ვეუბნები და ამ ჩანაწერიდანაც მინდა უთხრა, რომ თუ ჩვენ
სწორად დავსვით დიაგნოზი. სწორად დასმული დიაგნოზი ნახეთ რას ნიშნავს. ეხოსკოპია, დუპლექს სკანირება გაიკეთეთ იქ და იმ ექიმისთან დასწრებით, ან იმ ექიმის მიერ ვისთანაც აპირებთ ოპერაციის გაკეთებას. ექიმი A თავის კაბინეტში აკეთებს დუპლექს სკანირებას და ექიმი B მეორე კაბინეტში კითხულობს დაწერილს და ამით აპირებს ოპერაციაში პაციენტის შეყვანას, ეს დღეს არ შეიძლება. კი, გეთანხმებით. თუ პაციენტი ნახა იმავე ექიმმა თავისი თვალით ოპერაციის წინ მაინც და ჯობია ადრევე და დაუნიშნა რაღაც მეთოდი კურნალობის იმ ექიმმა, რომელიც აპირებს ამ ვენის მოცილებას, ის უფრო წარმატებული კურნალობა იქნება და გართულებაც ნაკლები არ იქნება და რეციდივიც ნაკლები იქნება. ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, როგორ არ მივიღოთ გამეორება, ხო? კონტროლი. როგორ გავაკეთოთ წარმატებით, როგორ კონტროლი. აი ნახეთ, რატო ვიბარებ მე ჩემ პაციენტებს ერთ წლის განმავლობაში 2-ჯერ, 3-ჯერ. იმ შემთხვევაში თუ ანატომიურად განპირობებულია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს რეციდივი და პაციენტი შედის იმ 2%-ში, ეხო კონტროლის შემთხვევაში მე ამას ხედავ 6 თვის მერე, 7 თვის მერე და პაციენტს ვეუბნები, რომ აქ პრობლემა გვაქვს პატარა და სანამ ეს გახდება დიდი, მოდით ერთ პატარა ცხვრეთას გავაკეთებ და ის ვენა დავხუროთ და ამით დამთავრდება ყველაფერი. ეს მეორე ხია წესით გაკეთებული ოპერაციის შემთხვევაში ლაზერისგან განსხვავებით სხვა მექანიზმებია, რომელიც გვაძლევს რეციდივს. ლაზერის შემთხვევაში ეს რეციდივები არ არის, ამაზე არ მინდა გაჩერება და აქედან გამომდინარე კურნალობას შედეგი აქვს და რეციდივიც ცოტაა და მომართვას აქვს აზრი. ხო? რა ვიცი კიდე მომართვას აქვს აზრი, იმიტომ რომ მინიმალური ჩარევით საერთოდ რეაბილიტაციის პერიოდი არ აქვს, ადამიანი უბრუნდება ცხოვრების რეჟიმს ჩვეულს და ძალიან ეფექტურია შემდგომ გამოჯანმრთელების მიმართულებით, ასე რომ ნამდვილად ღირს მიმართვა და პრობლემა ქრება. ეხა უფრო კარგად მესმის, რატომ მოახდინა ამ მეთოდმა რევოლუცია ფლებოლოგიაში, იმიტომ რომ ღია მეთოდთან შედარებით ძალიან ბევრი დადებითი ასე ვთქვათ, რაღაც შეგვიძლია ვთქვათ ამ მეთოდზე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. მე ძალიან მომეწონა ჩვენი საუბარი. თქვენ ხომ არ გინდათ მიმართოთ ჩვენს მსმენელს და რამე უთხრათ? მე მგონი ბევრი ვილაპარაკე და მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მობრძანდით, მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ როგორც ყოველთვის საინტერესო თემით დაგიბრუნდებით და თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. გემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ.